პარლამენტის თავმჯდომარემ მზადაა უმცირესობის ინიციატივა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოხდეს. ამ წინადადებით დავით უსუფაშვილმა ოპონენტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისას მიმართა და აღნიშნა, რომ მზადაა შეთანხმების შედეგად იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზეც ამ საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, შევიდეს კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხიც. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას უმცირესობის წევრებმა უპასუხეს. Ექნათ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას, იმ საკითხებში ჩამონათვალში, რომელზეც იმ კომისიამ უნდა იმსჯელოს, შევიტანოთ კონსტიტუციის დაცვის მექანიზმებიც და თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხში რაიმე შეიძლება კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეგ თემაც. მაგრამ მანამდე ველი თქვენს პასუხს საგარეო პოლიტიკურ კურსზე თედო ჯაფარიძის მიერ თქვენთან გამოგზავნილ დოკუმენტზე. ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე, მივიღოთ თუ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ და მაშინ წავალთ წინ. თუ ამ კონკრეტულ საკითხზე ადეკვატური იქნება საპარლამენტო უმცირესობის დამოკიდებულება, ჩვენ მზადა ვართ განვიხილოთ წინადადებები, ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის ევროპული იყო. ფორმალურად და კონკრეტულად ნატოსკენ მივისწრაფვით უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს რაიმე ფორმით სოლიდურად შეიძლება იყოს ასახული და ამას სჭირდება დასჯდომა და მუშაობა. თავიდანვე თუ კი გვექნებოდა განცდა, რომ კონსტიტუცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ურთიერთთანხმობის საფუძველზე, კონსენსუსის საფუძველზე და არა ძალადობის და ხელის გადაკრების საფუძველზე, დღეს უკვე ჩვენ კიდევ ერთ დღეს არ დავკარგავდით უკმად და კარგია რომ უმრავლესობა ხვდება, რომ თუ მომავალში მათ უნდათ პროდუქტიული იყოს მათი მუშაობა, ეს შეიძლება მხოლოდ უმცირესობასთან თანამშრომლობის გზით და ვერ მიიღწევა ვერცერთ შემთხვევაში ძალადობის გზით.